ზანი იყო აი რუსთაველის თეატრთან ხომ აი მოგთხოვდნენ თქვენ რომ გამოდით და დადექით ჩვენთან ხომ მოგიწოდებდნენ ეს ადამიანები საერთოდ ნაცმოძრაობას ეზიზღება რუსთაველის თეატრი და კონკრეტულად რობერტ სტურვა იმიტომ რომ მათ ბელადს ნაწყენინა გესმით და მათმა ბელადმა ჩვენ რაღაც პერიოდით საერთოდ რუსთაველსტურვა ხომ მოხსნეს თავის დროს დიახ, ხო გახსოვთ. აი ამ ადამიანებისგან, ვინც აი თქვათ რობერტ სტურვას ახლას თხოვენ იმ განცხადებების გაკეთებას თუ არ ვიცი, სხვა პოზიციის დაფიქსირებას, რომელი პოზიციაც არ აქვს, თქვათ რობერტ სტურვას და ცნობილი არის მისი საზოგადოებრივი პოზიცია, ხომ? და მოგიწოდებენ თქვენც, რომ მათთან ერთად დადგეთ. როდესაც ბატონი რობერტ სტურვა ცოტა უხეშად უნდა ვთქვა, მაგრამ გააგდეს თეატრიდან. ხო ეს არ იყო გაშვება, ეს იყო გაგდება მაშინ. იყო მათი მხრიდან, აი იგივე დავით დოიაშვილის მხრიდან, ხანდაჭერა და სხვების განსხვავებისგან. ჩემ კოლეგებზე და ჩემს ისინი თხოვენ ხო თქვენ პირდაპირ და ამიტომ რამე ესე ხო გეუბნებით ანა უგის თქმა ისე, მაგრამ რა თქმა უნდა არა არავისგან ჩვენთან აქცნობა არ მეგრია, თუმცა კი ჩვენ არც ვიცოდით რომ ოდესმე სტურვას დავიბრუნებდით და ჩვენ ძალიან განსაცდელი გქონდა მაშინ, იმიტომ რომ ხა წარმოიდგინეთ ცოცხალი ადამიანი ჯანმრთელია და უცებ ამ რეჟისორის გამო შეგიყვარდა ეს პროფესია, ეს სფერო, მასთან მუშაობდა ხელოვნურად ასე გაშორებენ მას და არც ერთისგან ჩვენ არ მეგრია თანაგრძნობა იმ დღეებში. ძუძუს გოჭებივით იყო გატრონულები, მე მგონი სიამოვნებით. რა ვქნა, ახლა ვისაც უნდა ეწყინოს, იმდენი რამე გვეწყინა უკვე და არავინ დაპირისპირება გავანებოთ ძალადობა, ძალადობა, იცით? შენ შეიძლება თვლი რომ 100%-ით მართალი ხარ, მაგრამ მე რო არ გეთანხმები და შენ ეს ძალადობა არ არის? არ ვფიქრობ როგორც შენ. და ამის გულისთვის წევლა, კრულვა, საერთოდ მაგათ დაისამარეს თავი ქართული საზოგადოების თვალში. აი ის იყო ჩემთვის ეს საბოლოოდ რომ აი აღარ მაინტერესებს აბსოლუტურად მაგათი მხრიდან აი როცა გამართეს ეს ჩაფურთხების კამპანია ეს არის ყველაზე უკანასკნელი რაც შეიძლება იქადრე დიახ ხო და ეს ბოდიში და ასეთი ნაცნობიც კი არ მინდა რამც თუ კოლეგან ამხანაგი და მე მიკვირს ეს წამყვანი რომელიც ასევე ღიად წერდა ამას რომ მიტანის წინ ჩაუფრთხოთ ის რომელიღაც ტელევიზიაში კიდევ ეთერში ჩდება ეს ისეთი უზნეობაა რომ ჩემი აზრით ეთერში აღარ უნდა ჩდებოდეს ამის მომწოდებელი